ილიას გადაღება გამოვარო მთელი ეპოქა უნდა გადაიღო. კი, ეპოქა უნდა გადავიღო ძალიან. ძალიან დიდ საპასუხისმგებლო და რაღაცა მართლა საშიში. ძალიან მიახლება ფაქტიურად ეპოქას. კი, დიდი ფილმი იქნება ილია, ძალიან დიდი ფილმი იქნება, შემიძლია ვთქვა. მასშტაბური ფილმი, დიდი ბიუჯეტით და ისეთი როგორიც მას ეკადრება. ჩვენი შემდეგი პროექტი არის ეს ერის კაცები, ესე დავიწყეთ რა პროექტი, რომლის პირველი ფილმი არის ილია ჭავჭავაძე. მე სათაური მახსოვს ერის კაცები ქონდა იდეაში და განახორციელეს, ესე იგი რომ ეგ არის ერის კაცები, რომელშიც 14 ერის კაცია, რომ პირველი არის ილია. ეს მე ნელ-ნელა დაიწყო. ანუ ერთი ფილმი მიეძღვება ილიას და შემდეგ წაყვები ამ 14. ეს გმირები ანუ ყველა ერთმანეთთან კავშირში იქნება, თითქმის ერთი ეპოქის შვილები არიან. ილიამდე ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, ფაქტიურად ძალიან მცირე რაოდენობა ვიცოდა. ილია არის ხიდი და აი ეს წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩვენს წინა საქართველოსა და ახალ საქართველოს შორის. ეს ხიდი გადეს რა. ისინი რო არ ყოფილიყვნენ დღეს ჩვენ რა ინფორმაცია გვექნებოდა ჩვენი წარსულიდან რეალურად არც ვიცით რა. პირველში ილიაში მაგალითად ვინც არის ცოცხლება დიმიტრი ყიფიანი, თავად ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, გიორგი ქართველიშვილი, ნიკო ცხვედაძე, ექვთიმეთ ახალგაზრდა ექვთიმეთ აკაიშვილი და ესე მოყვა კირიონ მეორე. აი, ეხლა ძალიან საინტერესო კითხვას დაგისვა. ძალიან მე ვიცი რომ ძალიან ნაკითხი ადამიანი ხარ, ძალიან ბევრ რამეს ეძიებ, მაგრამ სცენართან დაკავშირებით ვისთან მუშაობ? აი, მაგრამ მე მახსოვს ბატონი დავითი ამბობდა, სხვათა შორის ბატონი დავითი. თქვენგან მახსოვს რომ ამბობდით რომ მე როდესაც აკაკი ბაგრაძესთან მუშაობდი და ისინი თანამშრომლები იყვნენ, რობერტ სტურვა მოდიოდა ხოლმე და ყოველი სპექტაკლის დაწყების წინო, ანუ ძალიან დიდ კონსულტაციებს გადიოდა მწერლული თვალსაზრისით, როგორ ჯობია და რაღაცა ისე და ანუ თქვენც ხوارი გიფიქრათ ესე რომ აი დავუშვათ მწერლებთან გაგევლოთ კონსულტაცია თუ აი რომ ვცდილობთ ყველაფერი თქვენ თავზე აიღოს სცენარისტობა, რეჟისორი. რეჟისორი თავზე არ ვიღებ, ანუ ეს რაც თქვა ბატონმა დავითმა, ხო, ანუ ეს ჩემში არის და რაღაცა გროვდება, რომელიც უნდა გადმოვცე რა. ეს არ არის რომ მოდი ანუ ილია შემეძლო მაგალითად გადამიღო 5 ან 10 წლის წინ. მაგრამ ეხლა მოვიდა. ეხლა მოვიდა. ეხლა მოვიდა. ექვთიმე მაშინ მოვიდა, როცა გავაკეთეთ რა. გააზიარის სიყვარულის მაგ დროს მოვიდა და ნებისმიერი სხვა რა პოეტს რო ლექსიებს დასწერის ხო დაელოდება რა, როცა შთაგონება მოვა, მაგ დროს აკეთებს. მეც ამას ვწერ. წერალი და სცენარისტი ძალიან დიდი სხვაობაა. ანუ სტრუქტურულად საერთოდ სხვანაირად იწერება ფილმის სცენარი და სხვა არის ნებისმიერ ნაწარმოების დაწერა. მე ბედნიერი ვიქნები რომ მე ხა მინდა რომ ილიასთან თემაში რამდენი ჯგუფი შევქმნათ, სადაც სცენარისტები და მწერლები ერთად გავერთიანდეთ და იმიტომ რომ იქ ისეთი მნიშვნელოვანი პირველ რიგში ილია მწერალია, ხო? მწერალია, პოეტია, საზოგადო მოღვაწე, მოსამართლეა, ბანკირი, ანუ ბევრი საქმიანობა აქვს შეთავსებული და მინდა რომ რამდენიმე მოუხმო მწერალს და პოეტს, რომელთან ერთადაც ანუ სცენარის საბოლოო შევკრავთ. ხო, ეგ გეგმაში რა. ანუ გაქვს ეს გეგმაში. კი, ამ შემთხვევაში მაქვს, რადგან ილია ყველასია რა, ძალიან მასშტაბურია და მე უკვე სცენარის სტრუქტურა რომ ექნება, ხო, აი რომელი ნაწარმოებიდან რაღაც რომელი მომენტი ახლა ყველაფერს ჩვენ ვერ გავაცოცხლებთ, რაღაც გარკვეული მომენტები მინდა, რომელიც შეიძლება უფრო კარგი გზავნილი იყოს საზოგადოებისთვის. ანუ იმ გუნდს შექმნი, რომელიც იმჟელებს ამაზე, კომპეტენტურ გუნდს. აი ეს არის ძალიან კარგი და მისესალმე. 6-7 ადამიანი შეიძლება გაერთიანდეს ამ თავარი ბირთვი ვინც იქნება და მე უკვე სცენარი რო იქნება უკვე აწყობილი, იმას მე სტრუქტურულად მე დავალაგებ. გარკვეულ ნახევარ ნაწილი სცენარის უკვე აკეთებული მაქვს, როგორ უნდა დავიწყოთ და დავამთავროთ და რამდენიმე შიდა სცენა, მაგრამ აი ეს მინდა რომ ეს შევკრა და აი ამ რამდენიმე დღეში უკვე ამას გავაკეთებთ რა და დაიწყება მნიშვნელოვანი სამუშაო. იმიტომ რომ ილიას ფილმი როგორც კინემატოგრაფიული, ასევე შემოქმედებითი და აზრობრივი გარღვევა უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის და ასევე უცხოელ მაყურებელსაც უნდა წარმოვაჩინოთ. ეხლა ჯერ ვკითხავ ნიკოლოს მის ვოიაჟის შესახებ. ამერიკაში იყო ეხლა ლოს-ანჯელესში და უში ჩამოვიდა და გამოძინების შემდეგ პირდაპირ აქ მოვიდა ასეთი ხარო ძალიან გვაინტერესებდა მის შესახებიც და ამიტომ ნიკოლოს კითხავ, ეხლა იქ ვიზიტი რას ემსახურებოდა რა იქნება, რა შეიძლება მოგცეს ამა, რა იმის სიახლეები არის თუ არა? მადლიერება პირველში მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ ამ
ძვირფასი უკვე ნაცნობი საზოგადოების და ახალი საზოგადოების გაცნობის შესაძლებლობით და მე ვიყავი იმართება ყოველ წელს ამერიკის პროდიუსერთა გილდია მართავს პროდიუსერთა კონფერენციას რა სხვადასხვა დიდ სტუდიებში წელს იყო უნივერსალ სტუდიაში და ჩვენ ვართ პარტნიორები რა ყოველთვის და ეს პროდიუსერთა გილდია და იქ ვიყავი ჩასული ჩვენ ლოგოების სხვა კომპანიებთან ერთად იყო იქ განთავსებული რა ჩვენ რამდენიმე ჯგუფის წევრიც იყო იქ და მოკლედ დავესწარეთ სემინარები იყო მნიშვნელოვანი კონფერენცია ნაცნობობა და ძალიან ხალხი დაუცან ვიღაცებებს ვიცნობდი აქედან მარტო და ჩვენი შემდეგი პროექტი არის ეს ერის კაცები ესე დავიწყეთ რა პროექტი რომელიც პირველი ფილმი არის ილია ჭავჭავაძე და ამასთან მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ ამერიკა პროდიუსერთან რომელიც შემოგვიერთდა თავისი რესურსითაც და ფინანსებითაც გარკვეული ნაწილის შემთხვევაში და ვიწყებთ მოკლედ რა. ვიწყებთ ამ პროექტს. დავიწყეთ, ჩავწერო ვიდეო, ხვალე მივდივარ საგურამოში და საკუნდოში თქვენ ჩავწერო და ყველა ვისაც სურვილი და თავის შესაძლებლობა იქნება შეუძლეს შემოვერთდეს. რაც შეეხება თვითონ ანუ ჩვენი ფილმის დასაწყის ჩემი ასე რომ ძალიან ძვირფას მეგობარი არის კახაბერ ჭიღლაძე და ეს ამ ფილმში ჩვენ კავკასიური სუნთქვაც გვაქვს ჩართული, რაც მე თავადაც ვაკეთებ და ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არ უნდა დიდი თანხა გადაიხადოს ნებისმიერმა წიგნში, ის ვერასოდეს ვერ გახდება სამხიტვარის მფლობელი, თუ ამისი ნიჭი არ აქვს და სწორად არ გააკეთებს, რაც არის და ისგან არ მიემადლა ეს ამბავი. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს შენ რას გადაიხდი, შენ ამისთვის შექმნილი უნდა იყო ან მიუძღვნა თავი. როგორ რასაც აგასცემ შენი რაც არა დაკარგული. ანუ თქვენ ახლა ამ გმირების შესწავლის პროცესში თან რაღაც ხასიათებს ისწავლით მათ პიროვნულად შეისწავლით ასე ვთქვა და გადმოსცემთ. ალექსანდრე დიუმა იყო ჩამოსული, მაგრამ ცოტა ადრე სანამ ილია დაბრუნდებოდა პეტერბურგიდან, ასევე მიხაილ ზიჩი და როგორ ქმნიან ვეფხის პაოსნის პირველი ნახევარი. ნუ ან ილიას გადაღება გამოვა რომ მთელი ეპოქა უნდა გადაიღო. კი, ეპოქა უნდა გადავიღო ძალიან ძალიან დიდ საპასუხისმგებლო და რაღაცა მართლა საშიში. და მიახლება ფაქტიურად ეპოქას. დიდი. ბატონ დავით, თქვენა სიტყოდით აი ამ იდეაზე და ნიკოლოზის ამ წამოწყებაზე. ეს ძალიან დიდი საქმე არის. ახლა თავარი არის ილიასი. შეიძლება ახლა ასე ზედაპირულად მე ხედავ ასე როგორც თანმდევის სული. ხა. თანმდევის. ეს მე ვარო შენი თანმდევი უკვე სული, თანმდევის სული ეს საფრთხე. ერთი ხედვა მაქვს მე ახლა ასეთი. რადგან ჩვენ იმას წარსულში კი არ ვტოვებთ. ანუ წინ მივდივარ ილიასაკენ. წინ მივდივარ ილიასაკენ და აი ეს რას ნიშნავს ეს თანმდევობა? რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ სამ დროში ვართ ფაქტურად ილია მომავალიც არის. მომავალიც არის. და აი ეს სამი დრო ერთად იყოს. და ილია მოყვება. ეგრეთ თავდება მომავალით თავდება ეს ფილმი რა წარსულში. ძალიან კარგი და მოყვება ჩვენ ილიასე და მიყავართ წინ. არა წარსულში.